მე აქ მცივა და ქართველი კაცები დაკატაობენ თავისთვის მოპედებით და აქვთ რაღაც საჭმელები, თბილი საჭმელები. ზურგი ხო გითბებათ? ჰა? და მაგათ უნდა მოვეფეროთ და მე არ უნდა მომეფეროთ? მე აქ ვზივარ ოთახში და მცივა. ესენი დადიან აქ დააქვთ საჭმელები, თბილები. ზოგი საერთოდ იმაშია ჭაბურღილში და ქვანახშირს მოიპოვებს. ან ჩასული ხარ 2000 მეტრით ქვემოთ. ლავასთან უფრო ახლოს ხარ, ესე იგი უფრო თბილა. და ისინი გვეცოდება და მე არ გეცოდებით, ხო? აი, თქვენ რა გითხარით? მოკლედ. დღეს რა ხდება? ვინ გვეზიზღება აბა ხალხს? დღეს გვეზიზღება ხალხს ჯგუფი ურსა. ვინ არიან ესენი? ქართველები თუ რუსები? ამას ჩემ გადაცემაში გაარკვევთ. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო ჩემ გადაცემაში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. ბოლო 2 დღე არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, ასე რომ გადავხედოთ 3 დღის წინ მომხდარ მოვლენას, სადაც გერმანიაში აუკრძალეს, ჩაუშალეს ჯგუფ ურსას გამოსვლა, რადგან მათ დასდეს ბრალი საქართველოს მოღალატეობაში და რუსების მხარდაჭერაში. განვიხილოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, წავიკითხოთ სიახლე, რა გვახლავს. ემიგრანტი ურსას კონცერტის ჩაშლაზე. აქ ურსას უნდა გაემხიარულებინა ის ემიგრანტები, რომლებიც ქვეყნიდან ზუსტად იმ მთავრობის გამო გამოიქცნენ, რომელსაც ეს ჯგუფი უმღერის. ვთხოვეთ ცივილურად, რომ ეს კონცერტი გაეუქმებინათ. ცივილურად ვთხოვეთ, ცივილურად ვერ გაიგეს, მე აირტყეს ჩემი დედა. ვთხოვეთ ცივილურად, რომ ეს კონცერტი გაეუქმებინათ. რესტორანმა კი ეგრეთ წოდებული ქურდული გაგების ტიტუშკები მოიყვანა სალაპარაკოდ. აქ საინტერესოა, ქართული ქურდული გაგების თუ გერმანული ქურდული გაგების, ანუ ვიღაცები მოვიდნენ და Was ist das? ჩემი დედა. აუ გერმანული რატო არ ვიცი? მოდი ჯერ გაგაცნოთ ვინ არის ჯგუფი ურსა. მე მეგონა რომ მეთქი რა ჩაოლებრივი ჯგუფია რა და YouTube-ზე ჩავწერე და ტიპები არიან ყველაზე პოპულარული ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით, მეგობრებო. და მე მინდა გაჩვენოთ ნახვები უბრალოდ აგერ. ჯგუფი ურსა, ერთი გოგო შემიყვარდა, ჰოურანინა. ჩემი ბიძაშვილი აღმოჩნდა, ჰოურანინა. არა. ეს არ არის ურსას ტექსტი. უბრალოდ 4 მილიონი ნახვა აქვთ. შემდეგი 23 მილიონი ნახვა, მეგობრებო. მე მინდა აი უბრალოდ მოგასმენინოთ 4 წამი, რამდენიც შეგვიძლია ოფიციალურად. იმიტომ რომ TV Imeds აქვს დადებული და TV Imeds ხوار ვაჭმევთ ჩვენ ფულებს. მიხვდით ხო რომელი ჯგუფიცაა, იმიტომ რომ ეს ყველას მოსმენილი გვაქვს. შეიძლება ყველამ არ ვიცოდით რომ ჯგუფი ურსა მღერის ამას, მაგრამ ეს ყველას მოსმენილი გქონდა. შემდეგი სიმღერა ნახეთ, 6 მილიონი ნახვა, 10 მილიონი ნახვა, 7 მილიონი ნახვა, 4 მილიონი ნახვა. ანუ ტიპები ძალიან გიჟები არიან რა, ტოპ პირველი ჯგუფია მართლა რა საქართველოში და ესენი არ ამღერეს ქართულმა ემიგრანტებმა გერმანიაში. რომ ანუ უთხრეს რომ ჩვენო ქართველებს არ მოგწონხართო. და ჩვენ ვართო ქართველების წარმომადგენლებიო. ალბათ ერთი 30 ლურჯთმიანი მსუქანი ლესბიანკა მივიდა და ეხლა მაგათ რა ვიცი, მაგათ მართლა სპეცრაზმიც ვერ შეებრძოლება ეხლა 30 ესეთი ჩაბუდგუნებული ლურჯთმიანი, აქ ის რო უკეთია პირსინგი, ეგეთი გოგო რო დაგიდგება,
მაგას მართლა სპეცრაზმიც ვერ გაარღვევს, ასე რომ არ ვამტყუნებ გერმანიის პოლიციას, რომ ვერ გაუმკლავდნენ ამ ჩვენ ქართულ ემიგრანტებს და არ შეუშვეს ჯგუფი ურსა. კაი, მოკლედ ეხლა ვისაუბროთ ზოგადად, ვეთანხმებით თუ არა ჯგუფი ურსას გაუქმებულ კონცერტს. უყურეთ, ზოგადად ხალხის ჩაგვრას ვეთანხმებით და ზოგადად ეთანხმება ჩვენი გადაცემა? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემა არის პრო ხალხის ჩაგვრის. ან ჩვენ მომხრეები ვართ, რომ ხალხი დავჩაგროთ. მაგრამ ჩვენ ასევე მომხრეები ვართ, რომ ხალხი დაიჩაგროს თანაბრად. და ჯგუფ ურსას რომ ვჩაგრავთ, რომლებიც აგროვებენ 23 მილიონ ნახვას. ანუ ზოგადად ეს ციფრი წარმოდგენილი გაქვთ, აი 23 მილიონი ნახვა რომ მქონდეს მე რომელიმე ერთ ვიდეოზე ქართულ ენოვანზე და აი ახლა მივდივარ ქუჩაში და 23 მილიონიანი ვიდეო მაქვს და ვიღაცა მოდის ქუჩაში რომ იცოდე შენ აქ არ გაგატარებ. აი ამ დროს რა ხდება? მე ვუწყებ ახსნას რომ დიდი ბოდიში იც რა მე ხალხს ვუყვარ ვარ, ანუ 23 მილიონმა ადამიანმა მიყურა ქართულ ენაზე და იქნებ გამატაროთ. არა. ამ დროს ხდება რომ თუ შენი დედა შევეცი მე. აი ეს ხდება. მაგრამ ჯგუფ ურსას აშკარად არ აქვს მაგისი ტრაკი რომ ეგ ეთქვა და ასე რომ ჩაუშალეს კონცერტი ქართულმა ემიგრანტებმა გერმანიაში. და მე ზოგადად ანუ კი ვარ მომხრე რომ წარმატებული ადამიანები არიან რა და ეხლა არავინ არ დამიწყოთ რომ მიშა სუსტებს ჩაგრავენ რა სუსტებს ბიჭო ტიპებს 23 მილიონი ნახვა აქვთ ასე რომ ჯგუფ ურსას ჩაგვრის მომხრე ვარ რადგან შემდგარი ადამიანები არიან და უნდა გაუძლონ ჩაგვრას მაგრამ მე მინდა რომ ეს ჩაგვრა გადანაწილდეს თანაბრად და მწყინს რა იცით რომ აი, როდესაც იყო ევროპის ჩემპიონატი, ხო? და აი, ყველა რო ფეხბურთში ვიყავით ჩართულები და აი, ყველა რო ფეხბურთი რაღაცა ტიპები რო სუშის უკვეთავდნენ, რომ რა შვები, გუკაჩო შევუკვეთოთ სუში თუ რავი, წავიდეთ ისე ორგია გქონდეს 10 კაცში და ისინი 10-ვე კაცი რო იძახის, რომ არა, რას ლაპარაკობ, ეხლა ფეხბურთი იწყება და ანუ აი 10 ორგიის გეი რო იძახის, რომ სტოპო, ჯერ არ გვინდა ორგიაო, ჯერ რომ ფეხბურთს უნდა უყუროთო. აი ეგ პერიოდი ხო გახსოვთ ყველას, რომ ანუ ყველა უყურებდა, ყველა რო ქართველები ვიყავით, აი ყველა რო მენა ყველას რო წითელი და თეთრი ჯვარი გვიჩქებდა სისხლში, რომ აი აქედან რო ამოგეღო ნემსით სისხლი, აი ესე ჩამწკრივდებოდა რა, ანუ სრულიად წითელი სისხლი კი არ იქნებოდა, ანუ წითელი თეთრი და ესე და თუ შეანჯღრევდი ჩვენ სისხლს მაგ დროს, ესე ჯორები გამოისახებოდა, რადგან მაგ დროს ყველა პატრიოტი ვიყავით, სმაო. ხო და აი მაგ დროს ყველაზე პოპულარული სიმღერა რა იყო, მეგობრებო? მოდი დავფიქრდეთ. ვალერი მელაძის მოდი 4 ვარიანტს შემოგთავაზებთ. პირველი გვახლავს ვალერი მელაძის Я повсюду иностранец, забери меня с собой. Та-та-та-ран-та-та-та-та, всюду я вроде бы свой. ეს გახლავთ ვარიანტი A. ვარიანტი B გვახლავს მზე და მაქვს ხურჯინით და დილიდან დილამდე ღამიდან ღამამდე და კარგო. ეს გახლავთ ვარიანტი B. ვარიანტი G გახლავთ I'm still standing looking like a true survivor feeling like a little kid I'm still standing Elton Johnny, I'm still standing. და ვარიანტი D. ვარიანტი D გახლავთ საქართველოა
ეხლა გეკითხებით მეგობრებო, რომელი სიმღერა გვახელდა ის ჰიმნი ზოგადად ევროპის ჩემპიონატის, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უყურებდა, დაწყებული პატარიდან, დამთავრებული მოხუცით, რა ვიცი, გეი, ტრანსი, პიდარასტი, დედამოტყნული არაკაცი, რავი მე, ყველა ვინც მღეროდა მაგ სიმღერას, რომ აი ერთობა რომელმა სიმღერამ შექმნა. ამ 4 ვარიანტიდან. Elton John, I'm still standing. არა, შექმნა ერთობა ვარიანტმა Dem, საქართველოა. ვიმღერის ამ სიმღერას? ამ სიმღერას მღერის ჯგუფი მგზავრები. და მე მინდა ახლა უცებ გაჩვენოთ მეგობრებო. Что где когда мгзавреби? Конечно. Гзавреби мы любим очень в России. Я меня хочу интерпретировать. Прорвемся. Кай. მეც ვერ მოგასმენინებთ, იმიტომ რომ მე ვიდეო დამიბლოკება სხვისი მუსიკის გამომყენებისთვის, მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ უბრალოდ თარიღი, როდის ხდება ეს ყველაფერი. ჯერ მინდა გაჩვენოთ არხი, ეს გახლავთ რომელია? TNT თუ პირველი კანალია, უბრალოდ რომელიღაცაა. მოკლედ აქ ვერ პოულობ, მაგრამ დედას დავიფიცები, რომ ფედერალური კანალია რა, ფედერალური არხია რუსეთის, ანუ მთავრობის არხია. მაგას დედას დავიფიცები, თუ გინდათ გადაამოწმეთ. ეხა აქ არ ჩანს. მაგრამ თქვენით გადაამოწმეთ, თუ იმეს ეჭუგეპარებათ. ეხა მეზარება გადამოწმება. Ага, что где когда? Третья игра весенней серии. Выпуск от 04.04.2021. ან 2021 წლის იანვარ-თებერვალი მარტი აპრილში მღეროდნენ მგზავრები რუსულ ფედერალურ არხზე. მაგრამ რატომღაც ეს ჯგუფი ჩვენი ევროპის ჩემპიონატის გუნდის მთავარ ჰიმნად იქცა ამ ჯგუფის მიერ დაწერილი სიმღერა, რომ საქართველო და მანქანები რო დადიოდნენ, გახსოვთ, ქალაქში რო ასიგნალებდნენ, რომ აუ ბოლომდე აუწიე, ზვიკი, ჩემი დედა შევთხარე, ბოლომდე აუწიე ამ სიმღერას, ეს პატრიოტული სიმღერა, ზვიკი, ჩემი დედა მოვთხა, აუწიე. საქართველოა. ძმებო, მაგ სიმღერას რო უსმენდით, მანამდე 3 წლის წინ მგზავრები რუსეთში მღეროდნენ ფედერალურ არხზე. მგზავრებს რატო არ უტრაკებთ? ეხლა რო ურსას უტრაკებთ. მე ისი მომხრე ვარ, მიშა, შენ ისი მომხრე ხარ? მე ისი მომხრე ვარ. მე მომხრე ვარ, რომ არც ერთს გაუტრაკოთ რეალურად. მაგრამ თუ ერთს უტრაკებთ, მაშინ ორივეს უნდა გაუტრაკოთ, იმიტომ რომ მე ვარ თანაბარი ჩაგურის მომხრე. ან თუ ერთ ადამიანებს ჩაგრავთ, მაშინ მეორეებიც უნდა ჩაგროთ. ნინო ქათამაძეს რატომ არ ჩაგრავთ, რომელიც 2019 წლამდე რუსეთში მღეროდა. პატა ბურჭულაძეზე რატომ არაფერს ვიძახით, რომელიც პუტინის წინაშე მღეროდა. არ ვიცი. ვალერი მელაძე რომ მთელი ცხოვრება რუსეთში ცხოვრობდა და შემდეგ ჩამოვიდა ომის მერე რომ ეგონა რომ რაღაცა მოხდებოდა და ოპა, ეხა საქართველოში რომ მართავს კონცერტებს და ქართველი ქალები რო დგან და Валерий, ты такой классный, господин Валерий. მაგათ რატო არაფერს ვეუბნებით, ბიჭო, აი, ჯგუფ ურსას რას გადავეკიდეთ? მით უმეტეს ხალხი მღერის ქართულ ენაზე საქართველოში. და ანუ, აი, ჯგუფი ურსა გახდა პრობლემა? ესთები ხართ, ბიჭო, ესეთი ორპირები ხართ, ესეთი ბოროტები იმენა რა, რომ ახალი ჯგუფია, ახალგაზრდებისგან შექმნილი და ტიპები აღწევენ მართლა მსოფლიო პოპულარობას რა. მე მართლა მკიდია,
აგერე ჯგუფი ურსა, მაგრამ უბრალოდ მწყინს რა, რომ ახალგაზრდები რომ რაღაც აწვევიან და ხალხი რომ ხელს უშლის, რომ შენ რატო ეს წადი ბიჭო მიხედეთ აქამდე 2 წლის წინ იმას მღეროდით რაღაც რუსეთში მოღვაწე ქართველების სიმღერებს მღერით და ჯგუფი ურსა გახდა პრობლემა? კარგით რა. ახალგაზრდები არიან, მსოფლიო წარმატებას აღწევენ და ჯგუფი ურსას კონცერტი უნდა ჩავშალოთ. ჩემ ყლეს ჩაშლით. მე მივცემ ჯგუფ ურსას ფულს. მე მივცემ პირადად. აჰა, ჯგუფ ურსას ფული. აჰა, ჯგუფ ურსას ვაჩუქებ წიწაკის სპრეის.